ჯოულსოთა გქონდა გამორჩეულად საინტერესო შეხვედრა პირველი სიტყვები მართლაც როდესაც მივესალმე მას იყოს სწორედ ეს გულითადი მადლობა ქართველი ხალხის სახელით ისინი თქვენ გაღმერთებენ აი ეს უთხარი ზუსტად რასაც ძალიან რა თქმა უნდა ბედნიერი იყო და თქვა რომ პირიქით მისთვის არის პატივი და მისი ბედნიერება იყოს ქართველი ხალხის სამსახურში იმიტომ რომ ქართველი ხალხი იცავს თავისუფლებას იცავს საკუთარ სახელმწიფოს საკუთარ სამშობლოს და კონგრესმენი ვილსონისთვის ისე როგორც სხვა კოლეგებისთვის უდიდესი პატივია მართლა რომ ასეთი ერის სამსახურში იყვნენ და ასეთი ერის გვერდით იყვნენ აი ამ სოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ინსტიტუტში ჩვენ გქონდა როგორც გუშინ ასევე დღეს ფართო რანგის შეხვედრები უკვე შევხვდით 8 კონგრესმენს შევხვდით სენატორ როჯერ უიკერს იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა როგორც კონგრესში ასევე სენატში მე პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ რომ საქართველოს და ქართველი ხალხის პროტესტს აქვს ორივე პარტიის მხარდაჭერა მე ასევე შეგვიძლია გითხრათ რომ ტრამპის თანაგუნდელები ანუ მომავალი ადმინისტრაციის საპარლამენტო გუნდი არის აბსოლუტურად განწყობილი იმისაკენ რომ ქართველი ხალხი იმსახურებს მხარდაჭერას იმისაკენ რომ ჩვენი პროტესტი და ის პროტესტი რომელიც უკვე ამდენი ხანია თბილისის და სხვა ქალაქების ქუჩებში მიმდინარეობს იმსახურებს მათ მხარდაჭერას ასე რომ ახალი ადმინისტრაციის ნება ძალიან მკაფიოდ ჩანს მინდა ყველა ქართველმა იცოდეს ქართული ოცნების პროპაგანდა არის განწირული კრახისათვის რადგანაც ტრამპის ადმინისტრაცია და მისი საპარლამენტო გუნდი და პრინციპში თითქმის ყველა ვისაც ჩვენ შევხვდით არის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი კონგრესმენი შესაბამისად მართველი ამერიკის მართველი საპარლამენტო გუნდის წარმომადგენლები ყველა მათგანი ამბობს რომ ჩინეთის რუსეთის და ირანის მეგობარ და ვასალ რეჟიმთან მათ საერთო არაფერი არ გააჩნიათ არც ღირებულებითი თვალსაზრისით და არც პრაგმატული კუთხით. რა თქმა უნდა, მათთვის მნიშვნელოვანი არის საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა, ქართული ინსტიტუტების განვითარება, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცულობა და ბუნებრივია შუა კორიდორის განვითარება და გადარჩენა. და რა თქმა უნდა, ისინი ამ კუთხით არიან ძალიან შეშფოთებული, რომ ისეთი სტრატეგიული პროექტები, როგორიცაა ანაკლიის სპეციალური პორტის პროექტი, შესაძლოა რომ გადაეცეს კორუმპირებულ ჩინურ კომპანიას, რომელმაც მათ შორის ააშენა აი ეს ალბეთითი სადგურის შენობა, რომელიც ჩამოინგრა, ხო? სერბეთში და ჩვენ ვხედავთ, რომ რამდენიმე თვეა სერბეთშიც მრავალრიცხოვანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. ასეთ კომპანიებს, ასეთ კორუმპირებულ ერთეულებს, აი ესეთ კორუმპირებულ პოლიტიკას, აი ესეთ სამარცხვინო პოლიტიკოსებს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით გვირცხენენ სახელს და ახლა ორი მათგანის აი ეს რაღაცა მიერ მოწყობილი ცირკი უდანაშაულ ადამიანის მიმართ საუბრეთ გრიგოლ, აი ესეთ საინტერესოა, იმიტომ რომ ვიდრე თქვენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მართავთ შეხვედრებს, დიახ, შეხვედრებს, რომელიც ძალიან საინტერესოა, ძალიან საჭიროა, რა თქმა უნდა და პირადად გადასცემთ ინფორმაციას, პირველი პირისგან ისმენენ ინფორმაციას იმ რეალობაზე, რაც შექმნილია ქვეყანაში და რაც შექმნა ქართულმა ოცნებამ ქვეყანაში. თუ ისაუბრეთ აი ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზე, მზია ამაღლობელის დაკავება, დაჭერა, ტყვე დაყვანა, კიდევ ერთი ტყვე რეჟიმის, გიორგი გახარიაზე თავდასხმა, ოპოზიციის ლიდერზე, პოლიტიკოსზე, ზვიად ქორიძეზე თავდასხმა, ფიზიკური თავდასხმა, ეტაპი, რომელზეც აი ეს რეჟიმი გადავიდა. თქვენი შეფასებაც მინდა მოვისმინო და მათ ამაზე თუ ესაუბრეთ, მათი რეაგირება, მათი, არ ვიცი, რა მათ რა განაცხადეს ამ ყველაფერზე, გამოსავალს რაში ხედავენ ეს ადამიანები? მადლობა ამ კითხვისთვის, როგორც გუშინ, ასევე დღეს ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ ადამიანის შესახებ სახელობითად, მინდა ყველა მიცოდეს, ვინც იდევნება ამ რეჟიმის მიერ. მე არაერთ კონგრესმენს, ყველა მათგანს პრინციპში ვუხსენე ვაჟა დარჩიას სახელი, ჩემი მეგობრის და კოლეგის, რომელიც კითხვის დასმის გამო არის დაპატიმრებული და სოლიდარობა მას, აი გულანთებულ უმაგრეს ქართველს. ლუკა ნაცვლიშვილის სახელი ვახსენეთ ჩვენ აქ. ბუნებრივია, ქალბატონი მზია ამაღლობელი ვახსენეთ. ბუნებრივია გიორგი გახარიაზე და ზვიად ქორიძეზე თავდასხმა უკვე დღეს ვუხსენეთ ყველა კოლეგას, ყველა მათგანი და კიდევ არ ჩამოთვლი სახელები ზოგადად ძალიან ბევრი მათგანის სახელები და გვარები ვახსენეთ. ასევე მინდა ყველა მიცოდეს ჩვენ აქ ძალიან კონკრეტულ სახელებზე გვარებზე ვლაპარაკობთ იმ პირებისა, რომელიც ეხლა მონაწილეობს ამ რუსულ, ჩინურ, ირანული ჰიბრიდული რეჟიმის ტერაქტებში, აი ყველა ამ პირების სახელები არის გადაცემული და მე მუშაობ იმისთვის, რომ თითოეული მათგანის სახელი იცოდე
იცოდეს ყველა კანონმდებელმა და სახელმწიფო დეპარტამენტმა ამ ქვეყანაში, ყველა კორუმპირებული მოსამართლე, ყველა პოლიციელი, ყველა ვინც არის ჩართული დღეს აი ამ საერთო ტერორისტულ აქტში ქართველი ხალხის წინააღმდეგ. არც ერთი მათგანი არ დარჩება უყურადღებოდ და არც ერთი მათგანი არ დარჩება დაუშელი. და მეორე მხრივ მინდა ყველა ადამიანმა იცოდეს, ვინც დღეს საკუთარ თავს შიშის და საფრთხის ქვეშ გზნობს, ვინც იდევნება ამ რეჟიმის მიერ. თქვენ არ ხართ მარტო ამერიკის შეერთებული შტატები, როგორც რესპუბლიკური პარტია, ასევე დემოკრატები არიან თქვენ მხარეს, ეს სახელმწიფო არის თქვენ მხარეს და არის ჩვენს მხარეს, ქართველი ხალხის დემოკრატიული ბრძოლის მხარეს. და რა თქმა უნდა, ახალ არჩევნებს არ გააჩნია ალტერნატივა, არაღიარების პოლიტიკას არ გააჩნია ალტერნატივა. ჩვენ ყველა კონგრესმენს და ყველა სენატორს, რა თქმა უნდა, ვთხოვეთ მხარდაჭერა ჯო ვილსონის მიერ ინიციირებული კანონპროექტისა, არაღიარებასთან დაკავშირებით და სანქციებთან დაკავშირებით და თითოეული მათგანი გამოთქვამს მზადყოფნას, რომ ხარი დაუჭიროს ქართული ოცნების თვითმარქვია რეჟიმის არაღიარებას, განგრძობითად უკვე საკანონმდებლო აქტის დონეზე, რაც ბუნებრივია კიდევ უფრო მეტ მორალურ და პოლიტიკურ სიმძიმეს შეიცავს და ამავე დროს ჩვენ რა თქმა უნდა მოუწოდეთ ჩვენს პარტნიორებს შემდგომი დამატებითი სანქციებისკენ, პიროვნული, ტარგეტირებული სანქციებისკენ, რომელიც კონკრეტულ პირებს უნდა დაუწესდეს, აი იმ პირებს, ვინც უთანაშაულო ადამიანებს ატერორებს და ვინც მეორე მხრივ არის ჩართული საქართველოს სახელმწიფოს მიტაცებაში. ამიტომ მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ სანქციები იქნება ძალიან მალე, სხვათა შორის, ძალიან მალე. ჩემთვის არის ცნობილი არაერთი ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც იქნება შემდგომი სანქციების საგანი, ესე შემიძლია გითხრათ და მათ სახელმწიფოებს ყველანი მალე მოვისმენთ, მაგრამ ქართული ოცნების პოლიტიკოსებს მინდა შეუთვალო, რომ ძალიან დიდი და არც თუ ისე მათთვის ასეულო სიურპრიზები ელით კიდევ ვაშინგტონიდან და რა თქმა უნდა, განწყობა ორივე პარტიის არის ის, რომ ამ რეჟიმს არ აღიარებენ და რა თქმა უნდა მიემხრობიან ახალი არჩევნების ჩატარებას. ამერიკის შეერთებული შტატები დგას და იდგება ქართული ხალხის გვერდით და ბუნებრივია ტრამპის ადმინისტრაცია, პრეზიდენტ ტრამპის ახალი ადმინისტრაცია განაგრძობს იმ მყარ კურსს, რაც უკვე ჰქონდა მისი წინამორბედის ადმინისტრაციას და არათუ განაგრძობს ამ კურსს, პირიქით გააღრმავებს იმ ძალიან საჭირო ზეწოლას, რაც არის აუცილებელი ქართული ხალხის დემოკრატიული უფლებების დასაცავად. მადლობა.